დიდი ხმაური არის სენაკში, აი თუნდაც გამგებლებთან, სოფლის თემების გამგებლებთან დაკავშირებით. მე 20 რიცხვიდან არ მიმუშავია ჩემი ოჯახური მწუხარების გამო, მაგრამ ზარებმა აი მოსვენება არ მომცეს, მიერეკავდა ათასობით მოქალაქე, კერძოდ სენაკის ლეძაძამის თემიდან განსაკუთრებით, მე იმ თემიდან მყავს ჩემს ორგანიზაციაში ძალიან ბევრი წევრი და აქტივისტი და მე ვალდებული ვარ იმ ხალხის გვერდზე დავდგე, ვინაიდან ჩემთვის მიუღებელია იქ რასაც ახორციელებს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა და კერძოდ სენაკის გამგებელი. მე მინდა სრულიად საქართველოს უთხრა, რომ მსგავსი რაღაცა რომ მოხდებოდა ხელისუფლების შეცვლის შემდგომ ნამდვილად არ მეგონა. ასევე მინდა ვთქვა, რომ სენაკის გამგებელმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა თუ გინდათ საჯარო სამსახურის კანონის შესახებ. ყველაფრნაირად დარღვევით ხდება სენაკში თუ რამ კეთდება. ესე იგი, მე მინდა ვკითხო სენაკის გამგებელს. რა თქმა უნდა, სენაკის გამგებელს ერთი აგური არ დაუდვია, თუნდაც ქვეყანაში ცვლილება რომ განხორციელებულიყო, ვინაიდან ჩვენ ამდენი წელია, თითქმის 10 წელია რომ ვიბრძვით სამართლიანობისთვის და მე ასად არ მახსოვს სენაკის გამგებელი. სენაკის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს სენაკში და კერძოდ ფოცხოს თემში შეხვედრა რო ჰქონდა დღევანდელი კულტურის მინისტრ ბატონ გურამ ოდიშარიას, იქ შეხვედრაზე 3 ძროხა დაახვედრეს ბატონ გურამ ოდიშარიას. კაცი რომელიც გამწარებული იყო აი ამ დაცინისთვის და ამ დაცინის ავტორი იყო იმ დროს ფოცხოს თემის გამგებელი ბატონი გოჩა მამულია და ეს კოორდინატორი, ჩასმული ჩანერგილი კოორდინატორი მამუკა კაპიტონ ტორჩინავა, რომელმაც ქართულ ოცნებას იმ დროს ჩირქი მოსცხეს, მაგრამ დღეს ბატონი კაპიტონი ვიხილეთ ლეძაძამის თემის რწმუნებულად. მე კითხვას ვსვამ, როგორ შეიძლება მსგავსი პიროვნება, რომელიც გასამართლებულია და ნასამართლევია კაცის გატანისთვის, რომელმაც სენაკის შხეთის ტერიტორიაზე იქაური მაცხოვრებელი გაიტანა და დატოვა, შეიძლება უბედური შემთხვევა ნებისმიერს მოუვიდეს, ამისგან არავინ არ არის დაზღვეული, მაგრამ დანაშაული რო დაამატა და თვითონ რო გაიქცა, ამისთვის ის გასამართლებული იქნა, გარკვეული რაოდენობის თანხაც გადაიხადა გირაოს სახით და იმას ჰქონდა პირობითი მსჯავრი. აი როგორ შეიძლება აი ესეთ პიროვნებებს ნიშნავდნენ საჯარო სამსახურებში. ჯერ ერთი კაპიტონ ტორჩინავა არ არის მაცხოვრებელი ლეძაძამის თემში, ის ცხოვრობს ფოცხოს თემში. ამ სიდიდე სოფელში თუ არ მოიძებნა ერთი ადამიანი, მე ვიცი რომ ძალიან ღირსეული და კარგი სოფელია ლეძაძამე და იქ კარგი ღირსეული ხალხი ცხოვრობს და შორის იმ ყოფილ გამგებელს ძალიან აქებენ, რომელსაც სენაკის გამგებელმა ძალი დააწერია განცხადება, ოღონდ გაუვიგდა უთხრა, მე საბოლოოდ არ გაგიშვებ, უბრალოდ სპეციალისტად დატოვებ. თუ გამგებლად უვარდისი იყო, სპეციალისტად როგორ შეიძლება მისი დატოვება. აქ ყველაფერი ხდება, სენაკში ყველაფერი დასაშვებია, ყველაფერი მისაღებია. ეთყობა ეს გადაწყდა გუშინ წინ სამშაბათს თათბირი რო იყო გამგეობაში, გამგებელმა თათბირი არ ჩაატარა და სხვამ ჩაუტარა სოფლის წმინებულებს და აიპების ხელმძღვანელებს თათბირი და მას ესე იგი კონსულტაციები ჰქონდა სენაკის სუსის თანამშრომლებთან, ბატონ კახა კუპრეიშვილთან და გელა ბაღათურიასთან. აი ხო ხედავთ რა ხდება სენაკში, ესე იგი უშიშროების ხალხი ახორციელებს ამ ყველაფერს. ეს ჩემთვის დიდი ხანია ცნობილია თუ გასაკეთებს სენაკის სუსის თანამშრომლები, მაგრამ დღეს ნამდვილად დავწმუნდი თავადაც თუ რას ჩადის ესენი ვიდეო კამერით ხელში, როგორ დაყვებიან დეპუტატის ოჯახის წევრებს, მე ჩემს თავზე არ ამბობ, მე რიგითი მოქალაქე ვარ სენაკის, მაგრამ ას მაგათი მეშინია. აი აქედან გამომდინარე, მე მქონდა დღეს ბრიფინგი, იყვნენ მოსულები ყველა ტელეარხის წარმომადგენლები და მე არ დავთმობ. მე ბოლომდე ვიბრძოლებ, მე ლეძაძამის მოსახლეობას დავუდგები გვერდზე
და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ეს არის კიდევ ერთი სირცხვილი ამ ხელისუფლების, ვინაიდან ეს ყველაფერი აღიქმება მერე საბოლოოდ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. აი ასეთი კადრების დანიშვნით ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ოცნება ძალიან დიდ წინააღმდეგობას წააწყდება.